რიშიკლი. სცენარის ავტორები ეილემ ჯამფოლათი და სემა ერგენეკონი. პროდიუსერი ქერემ ჩათაი. რეჟისორი აჰმედ ქათიქსიძე. შავი ფული და სიყვარული. Hasan გაიყვიდე. რაც გითხარი შეესრულე. რა? რაც დაგავალი შეესრულე. ხო, დედას უთვალთვალებდი. მერე? სადილი მოამზადა და ალაგა მერე ბებიას ელაპარაკებოდა, ფატმა ბებიაც აქ იყო. კიდევ? სხვა არაფერი გაუკეთებია? რამდენჯერმე ჩემი დის კომპიუტერი აიყო და ოთახში ჩაიკეტა. ხელში რამე ხომ არ ეჭირა. პატარა ნივთია. შენს დასაც აქვს. რასაკეთებს არ დამინახავს, კარს კეტავს ხოლმე. მამა, ველოსიპედს როდის მიყიდი? იყიდე, დაიძინა. კარგად ხარ? არა. თავს სუდად უგრძნობა. რა ხდება? ასეთი აღელვებული რატომ ხარ? თაიარდუნდარი მაღეზიანებს. ცდილობს საქმეებს ჩამომაშოროს, მაგრამ ვიცი როგორც უნდა მოვიქცემ. ფათიხ. ბინძურ საქმეებში ნუ ხარ გაერევი, გთხოვ, არ გინდა. რა გავაკეთო? მაღაზია გავხსნა ნილუფერ. რატომაც არა, უამრავი საქმეა, იმუშავებ და ფულიც გექნება. ჩემი მიზანი მხოლოდ ფული არ არის. ამ კაცმა თირკმელია მომაცალა. როგორ ფიქრობ ამის ანაზღაურებას ფულით შეძლებს? თაიარდუნდარის გავლენა უნდა გამოვიყენო. ის იმპერია, რომლის სათავეში დგას, ჩემი წყალობით ააშენა. კუთვნილი წილი უნდა მივიღო. თაიარდუნდარის ეპოქა დასრულდა. ფათიხ ბეის ეპოქა იწყება. მოემზადე. მე ფათიხ ბეი კი არა, ფათიხი მიყვარს. ნილუფერ, როდისმე მომიტყუები ხარ? ერთმანეთი რომ შეგვიყვარდა და დავქორწინდით, ხომ იცოდი ვინც ვიყავი? ჩემს შეცვლას ნუ შეეცდები, გთხოვ. უბრალოდ მენდე. ეგ ადამიანი ნორმალური მამა ვერასდროს გახდება. გესმის? მელიქე. ჰუსეინ, რასაკეთებ? რას მალავ? რას უნდა ვმალავდე, ხომ არ გაგიჟდი? ასე უნდა გამაღვიძო? მოიცადე, საუბარი არ დაგვისრულებია. ჰუსეინ, რა გჭირს? შეიშალე? რატომ გამაღვიძე? ნერვებს ნუ მიშლე. ახლავე მომეცე. წლები აგიცნობ. გგონია ვერ ხვდები რომ მატყუებ. შენ რომ მატყუებ იმაზე რა სიტყვი? გამიშვი, თორემ ვიყვირებ. მომეცე. გამიშვი. მომეცი მეთქი. გამიშვი. მომეცი. გამიშვი. ეს რა არის? რატომ დამალე? რას აპირებდი მელიქე? რატომ დამალე მეთქი? ეს როგორ გამიბედე? როგორ?
ნილუფერ. გილოცავ. გმადლობ. კარგად ხარ? არა მიშავს. მალე კარგად იქნები. თავიდან ასია. ვიცი ახლა რასაც გრძნობ. უცნაური ხმა გესმის. გგონია რომ ვიღაც მოყვება. გამუდმებით გეშინია. მაგრამ გავადრო და ყველაფერი გაივლის. მაგის თქმას რა აზრი აქვს? უფრო ბრაზდები. ვისთანაც შენ ცხოვრობ? ელიფ, ნახვამდის. ომერმა გეგმის შესახებ მიამბო. უნდა შევხვდეთ. ვერ შეგხვდები, დაეჭვდებიან. ნილუფერ, დაიკო. შენც უსაფრთხოდ ხარ და მეც. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ამიტომ გთხოვ. გეგმა აღარ არსებობს, ნილუფერ. მაგ სახლიდან სასწრაფოდ უნდა წამოხვიდე. გატაცებული რომ ვიყავი, სულ შენზე ვფიქრობდი. მაგ სახლში საფრთხე გემუქრება. ხამე მშვიდობისა. თავის გაწირვა საჭირო არ არის. ამით ვერავის დაეხმარები. ელიფ, აქ არ მოხვიდე. გთხოვ, თუ გინდა რომ უსაფრთხოდ ვიყო, მომერიდე. ნილუფერ. ნილუფერ. ნილუფერი იყო? დაგირეკა? რა უსირცხვილოა, თავხედი. ასლი. ისე არ არის შენ რომ არ მაინტერესებს ელიფ. არაფრის გაგონება არ მინდა. გასაგებია? შენ აქ ხარ. თავარი ეს არის. ყველაფერს მოაგვარებ. ასე გგონია? დიახ. კარგი. ძილის დროა. შენ რომ არიყავი, ვერ ვიძინებდი. სულ შენი ბრალია. მე მომიტაცე, შენ ხომ არა? რამდენს ლაპარაკობ კოლუმბოს შეყვარებულო? დღეს ერთად დავიძინებთ. ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრე. მეც ძალიან მომენატრე, ვისაუბროთ, გავერთოთ. მიხარია რომ ჩემთან ხარ. თმაზე მოგეფერო? რამდენი გადაგიხადო? უანგაროდ არაფერს აკეთებ. ამჯერად არ გადაგახტევინებ. ძალიან კარგი. ყინული მოგიტანა. დაიდეთ, კევილს დაგეამებს. გთხოვ. გული რომ ატკინე, იმას რითი დამიამებ, ჰუსეინ. დაიდე, გთხოვ. ნოჯიუტობ. ასე არ შეიძლება მელიქე. მედენ. მეც ძალიან განვიცდე. გული მიკვდება. გგონია მინდოდა ასე მომხდარიყო. მაგრამ იძულებული გამხადე. ჩემს ნივთებთან რა გესაქმება? რომ გკითხე, რატომ არ მიპასუხე? გამაგებინე ეს რატომ გააკეთე მელიქე? მითხარი მელიქე. ჩემს ადგილას ნებისმიერი ქმარი ასე მოიქცეოდა. ხომ ასეა? მოგეშინია. მითხარი. ჩანაწერი ნახე. არა. ვერ გავხსენი. არ ვიცი რა იყო.
დამშვიდდი. დილამშვიდობისა ჰულია, დილამშვიდობისა ელიფანი. მამი და არ არის, ადრიანად გავიდა. ყავას დავლევ და მეც წავალ. კარგი. თქვენი ნება. ქველმოქმედი ბიზნესმენი თაიერ დუნდარი. ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა. ამიტომ გადავწყვიტე კონკურსი გამოვაცხადო. მალე ახალ დირექტორს ავირჩევთ. რა თქმა უნდა, ცნობილი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ახალგაზრდებისთვის მაგალითი იქნება. თაიერ დუნდარი. ნაცირალა. არაკაცი. მინდა მხიარული წვეულება იყოს, ჩემს ასაკს არც ერთი დეტალი არ უნდა მახსენებდეს, გასაგებია? ასლი, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის? რა ხდება? ჯობია დაბადების დღე მომილოცო და ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება მისურვო. სულ დამავიწყდა. შენი დაბადების დღეა. გილოცავ, დაიკო. გილოცავ. გილოცავ. როგორც იქნა ჩემი დაბადების დღე გაახსენდათ. გამარჯობა. უნდა გადაიხადო? არა. რა თქმა უნდა, წლებია, სახლში წვეულება არ გქონია. არა ჩვეულებრივი ხარ. კარგი, მე უნდა წავიდე. წადი. საღამოს შევხვდებით. Ağlıyor musun sen? ტირი ფატმა. Ağlıyorum ya. ო, ტირი. Ben ağlamayayım da. მე თუ არა, ვინ უნდა იტიროს, ელვან? Hatice'm. ჰატიჯე მიდის. 2 sene bu სტიპენდია დაუნიშნეს. Londra'da yaşadım. 2 წელი ლონდონში იცხოვრებს. Buralarda bir başım. სულ მარტო დავრჩი. რა მეშველება? Benim tek ჩემი ერთადერთი იმედი ის იყო. üzülme. ნუ დარდო, ფატმა. ეს შენი სახლიცაა. Kızım. გოგომ, მომავალი უნდა მოიწყოს. Gidiyor. მარტოობის ნუ შეგეშინდება. ერთად ვიცხოვრებთ. ყველაფერს ერთად გადავიტანთ. işte. Başım. ბოლოს და ბოლოს ჭერი გვაქვს. Hadi. დამშვიდდი. Hadi git. წადი ხელპირი დაიბანე. დამშვიდდი, მეგობარო, დამშვიდდი. Bacım hadi. კარგი, გასაგებია. Teşekkürler. გმადლობთ. დიდი მადლობა. სერჰათ ეფენდის დაკითხვის ოქმეა? არა, პროკურორმა დამატებითი დრო მოითხოვა, მაგრამ სერჰათი ენდერ ამირს ვერ გადაურჩება. ხომ იცი როგორია? ჩვენ დავაკავეთ. ახლა კი უნდა ველოდოთ იმ გარეწარს საკანში როდის ჩასვამენ. Bekliyoruz. Ya merak ნუ დარდო, ბოლოს მაინც ჩვენს ხელში მოხდება. ახლა მირჩევნია თქვენს ბედნიერებაზე ვიფიქრო. სამწოდე მინდა გიყიდოთ. რა სიტყვი? არ და რა დროს სამწოდეა? seversen. ჩემ გამო ისედაც კრედიტი აიღე. რა სისულელეა? არ და ხომ იცი, ყველაფერს გადავიხდი. არ ინერვიულო. არც ნერვიულობ. მინდა დაგეხმარო. ნეტა ბევრი მქონდეს, გაჩუქებდი, მაგრამ არ მაქვს. არა უშავს, ამაზე არ იფიქრო. არ გეგონოს, რომ წვათს უჩვენოდ შეჭამთ. Şu kontrat ჯერ კონტრაქტი გავაფორმოთ. მერე ყოველდღე გაგიმასპინძლდებით. mangalınızı yakın. მაგლერი საათში ერთხელ მირეკავს. 2 gündür zor tuttum. ელიფთან შეხვედრამდე კონტრაქტს ხელი უნდა მოვაწერო, თორემ დაგვიანდება. Yoksa geç kalacağım. Ömer. ომერ, Yani მერიდება, მაგრამ მაინც გითხავ. კრედიტი ყოფნის? anladım. როგორც გავიგე, დიდი სახლი გიქირავებია. Eda. წინ კიდევ ქორწილია. ავეჯი უნდა შეიძინო. ელიფის გემოვნება ხომ იცი? Allah kardeşim. ცხოვრებაში პირველად არ ვფიქრობ ამაზე. Eğer bir sıkıntı თუ გამიჭირდება, მერე ვიფიქრებ.
ახლა ჩემთვის მთავარი ელიფის ბედნიერებაა. მართალია, ამ დღისთვის რა არ გადაიტანე. თავარ გამოცდასაც ჩააბარებ კომისარო. შენთვისაც მალე მომელოცოს კომისარო ვარდა. ამინ, ამინ. დროებით. სათხართ ამდენ ხანს. შესვენებაზე გამოვედი. უამრავი საქმე მაქვს, ამაზე არ ფიქრობთ? დილა მშვიდობისა, ჰუსეინ ბეი. რა ხდება? ცუდ გუნებაზე ხართ? პირდაპირ მითხარით რა გინდათ ნედრეთანი. ბევრი საქმე მაქვს, მალე უნდა წავიდე. დღეებია ვფიქრობ, ისეთი გამოსავალი ვიპოვო, რომელიც ორივეს დაგვამშვიდებს. ბოლოს მაინც ვიპოვე. რა გამოსავალი? იფექს დაველაპარაკები. ვეტყვი, ომერს უთხრას, რომ იაზის მამა ეს არის. რას ამბობთ? გგონიათ იფექი დაგთანხმდებათ? გაგიჟდით? რა თქმა უნდა, დამთანხმდება. იფექს ომერი უყვარს, ჰუსეინ ბეი. კი არ უყვარს, უყვარდა. მისი იმედით ყვილად გაქვთ. რადგან ვამბობ, ესე იგი დარწმუნებული ვარ, ჰუსეინ ბეი. დამიჯერეთ. იფექს ომერი ისევ უყვარს. თანაც ომერზე კარგ მამას სად იპოვის. ბავშვზე იზრუნებს, დაიცავს. მით უმეტეს იმ სერჰათისგან. კარგი, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო? დროზე მითხარით, საქმე მაქვს. ომერმა იასთან მეტი დრო უნდა გაატაროს. ეს იფექისა და ელიფის თვალწინ უნდა ხდებოდეს. ჩემგან რა სიტყვობთ? ომერი და ბავშვი პარკში წავიყვანო? უკბილო ხუმრობას გირჩევნიათ, ცოტა დაფიქრდეთ. იფექი მთელ დღეს თქვენთან ატარებს. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ჰუსეინ ბეი. დილა მშვიდობისა. ადექი მივდივართ. დილა მშვიდობისა. სად გვეჩქარება? ვისაუზმოთ, შენ მხოლოდ ციმით სჭამ და ჩაისვამ, ასე არ შეიძლება. არა, მივდივართ. მოიცადე, ჯერ დაჯექი. მაინტერესებს უხალ რა მოხდა. დამაიმედე მაინც. მითხარი, რომ სერჰათმა დანაშაული აღიარა, რომ თაიარს მალე დაიჭერ. მითხარი, რომ მალე ყველა პრობლემა მოგვარდება. დამჭირდება. ცოტა დრო კი არა, მთელი ცხოვრება არ გვეყოფა. იმ კაცთან ვერაფერს გავხდებით. ხომ ხედავ რაც ჩაიდინა. ყველაფერი შერჩა. ნილუფერიც ისევ მის სახლშია. გუშინ დამირეკა. ძალიან განვიცადე. მართალი ხარ. საკუთარ თავზე ბრაზდები. წელიწადი გავიდა და ვერაფერი მოვუხერხე. პასუხი ვერ მოვთხოვე იმისთვის, რაც დაგვიშალა. როგორ მოვიქცეთ? დავნებდეთ? არა. არა. ჩემს მას ვუთვალთვალებ. სადღუარად გამოვიყენებ. თაიარს მაინც დავაპატიმრებ. სხვა გზა არ მაქვს. გგონია შენი ძმა მათთან თანამშრომლობს? არ ვიცი, ელიფ, არ ვიცი. მაგრამ სავარაუდოდ თაიარს ეხმარება. განყოფილებაში მისი ჯაშუშია. მტკიცებულებებს ანადგურებს, თაიარს ხელს აფარებს. მე და არ და ასე ვფიქრობთ. იმ დღესაც კითხე, მაგრამ არ მიპასუხე. ჰუსეინს ეს რისთვის ჭირდება? იქნებ თაიარი ემუქრება. იმ დისკზე თაიარს რომ აქვს. ალბათ ჰუსეინის მიერ ჩადენილი რაღაც დანაშაულია ჩაწერილი და თაიარი ამით სარგებლობს. ჩემი ძმა მოღალატეა, ელიფ. ყველა სატყუებს. როგორ? ჰუსეინ დემერე. საყვარელთან ცხოვრობს. ბავშვი წავს. მამა ჩემის სახელი ჰქვია. იმ ქალს კარგი სახლიც უყიდა.
სამწუხაროდ. იქნებ კოჩას. მელიქე ქმარსელოდება. გონია რომ მუშაობს. ის კი დროს ატარებს. İnanmıyorum. დაუჯერებელია. წავიდეთ ელიფ. გთხოვ. მერტ, დამელოდე. წადი ნილუფერ, სალაპარაკო არაფერი გვაქვს. მერტ, შენი დახმარება მჭირდება, გთხოვ. მერტ, გთხოვ. ეს ტვირთი მარტო უნდა ატარო? მე ყავარ. შენთან ვარ. აქამდე რატომ არ მითხარი? საკუთარ თავს ვერ ვუტყდები, შენთვის როგორ მეთქვა. ხო, მაგრამ თუ არ იტყვი, უფრო დაიტანჯები. ასეც არის. როცა ჩემს მას თვალებში ვუყურებ, გული მტკივა. ვიცი რომ ეს ის ჰუსეინ დემირი აღარ არის მე რომ ვიცნობდი. ის მატყუარაა. ოჯახს, დედას, ცოლ-შვილს ურცხვად ატყუებს. იმ ბავშვსაც ატყუებს. ო, სამწუხაროდ ასეა ელიფ. მე რომ მივედი, ბავშვი ყვირილით გამოიქცა კარისკენ. მამა მოვიდაო. მაგრამ მამა იქ იშვიათად მიდის. იმ ბავშვს ძალიან სევდიანი თვალები აქვს. ცოდო არ არის? ცოდოა. ან ოჯახი არ ებრალება? ჩემი ძმა ყველას უსამართლოდ მოგვექცა ელიფ. წუხვარ. ძალიან წუხვარ. იცი? ცხოვრებაში ყველაფერი ჩემი ძმისგან ვისწავლე. სიკეთე, სამართლიანობა, კაცთმოყვარეობა. ეს ყველაფერი ძმამ მასწავლა. პატარა რომ ვიყავე, ხელში ამიყვანდა და მეუბნებოდა, ტყუილი არ თქვა. ერთხელაც არ მოატყუო ვინმე, თორემ მერე შეეჩვევია. ამ სენს თავს ვერასდროს დააღწევ და მთელ ცხოვრებას მოგიწამლავს. თუნდაც ამას კეთილი მიზნით აკეთებდაო. ახლა ის ჰუსეინ დემირი სად არის? ის ჰუსეინ დემირი ამას რომ მასწავლიდა ელიფ სად არის? ის კაცი სად არის, რომელმაც გამზარდა და გზაზე დამაყენა? ის ჰუსეინ დემირი სად არის? ამ კითხვებზე პასუხი მე არ მაქვს და შენთვის რა უნდა მეთქვა? რა უნდა მეთქვა ელიფ? იტირე. დამშვიდდები. მარტო ბრძოლას ვერ შეძლებ. შენი კარგად მესმის. ტყუილი და ურპირობა რა არის, მაშინ გავიგე, როცა მამა დავკარგე. მისმა გარდაცვალებამ კი არა, იმ სიცრუემ გამანადგურა, რომელშიც აღმოვჩნდი. მაგრამ შენ დამეხმარე. ხელი ჩამჭიდე.
დამამშვიდე. დამაჯერე რომ მზე ისევ ამოვიდოდა. დამაიმედე. სიყვარული მასწავლე. ნება მომეცი მეც დაგეხმარო. დაგამშვიდო. ელიფ. ჩემმა ძმამ სიმშვიდე წამართვა. უნივერსიტეტში დადიხარ? სამსახურში რა ხდება? რაში გაინტერესებს? დროს ნუ მაგარგვინებ, უამრავი საქმე მაქვს. მერტ, ვიცი ჩემზე გაბრაზებული ხარ, მაგრამ თუ აგიხსნი, ვიცი რომ გამიგებ. უფრო მეტიც. გამამართლებ. ფათიხის სული, იმიტომ გავხდი რომ რაღაც მიზეზი მქონდა. მართლა? ისე არ არის შენ რომ გგონია. ჩემი მიზანი არც ფათიხის გვერდით ყოფნა და არც მისი ცოლობა. მამამისის სეიფში ერთი დისკია. ფათიხს ცოლად იმ დისკის გამო გავყევი. სხვაგვარად იქ ვერ მოვხდებოდი. რა სისულელეს ამბობ? მართალს გეუბნები. იმ დისკზე ისეთი რამ არის, რაც ომერს დაეხმარება. თუ დისკს ხელში ჩავიგდებ და ომერს მივაწვდი, თაიარს და ფათიხს დააპატიმრებს. ყველა კოდი ვცადე. ყველას დაბადების თარიღი შევიყვანე, მაგრამ სეიფი ვერ გავაღე. ალბათ მამა შენის სეიფის კოდი გეცოდინება. გთხოვ დამეხმარე. ოღონდ მშვიდად მოიქეცი, კარგი? ეტა სხვასთან დარჩენა არ უნდა. მიდი, დაჯექი. ნაცნობ ფსიქოლოგს დაველაპარაკე. მითხრა, დიდი ტრავმა გადაიტანა და ძალა არ დაატანოო. იას, როგორ იქცევი? მგონი რამდენიმე დღე ჩვეულება უნდა აიღო. მეც ასე ვფიქრობ. ომერი მოვიდეს, ვკითხავ ხომ არ ვჭირდები. ისიც არ ვიცი ჰუსეინის ჩვეულებასთან დაკავშირებით რა სიტყვის. აქ რა გინდა პატარაო? იაზი ძიძას ვერ შეეგუა. იფექი იძულებული გახდა სამსახურში წამოიყვანა. ვიცი ჰუსეინ, იაზის ადგილი აქ არ არის. ამიტომ იქნებ რამდენიმე დღით გამათავისუფლოთ. ომერმა იასთან მეტი დრო უნდა გაატაროს. ეს იფექისა და ელიფის თვალწინ უნდა ხდებოდეს. რას ამბობ? შვილი მეც მყავს. შენი მესმის. თავარია ალიმარ დაგინახოთ, თორემ ძალიან გაბრაზდება. თქვენ აქ იყავით, მანამდე შენი შვებულების საქმეს გავარკვევ. კარგი, გმადლობ. მოდი ჩემთან ყაჩაღო. მოდი ჩამეხუტე. მოდი ჩემთან. კარგი, სხვა დროს იყოს. სიმართლეს გეუბნები, მერტ. სად გარბი ხარ? ჩემი რატომ არ გჯერა? რატომ? იმიტომ რომ არასერიოზული ქალი ხარ.
შენი სიტყვები და საქციელი ერთმანეთს არ ემთხვევა. Bence sen ne? სულ არ გადარდებს რას ვგრძნობა. Bana geldin. Sevgili ჯერ მითხარი ყველაფერი თავიდან დავიწყოთო, მერე კი უცებ მიმატოვე. ne getirdin? Sırf benim aşkımla გინდა ჩემს მასთან ქორწინება გაამართლო? kılıf bulmaya çalışıyorsun. კმარა ნილუფერ, თავს ნუღარ დაიმცირებ. ამ ქორწინებას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მერტ. რატომ არ გესმის? Sen de ben değil. ჩემთვის აღარ არსებობ. არანორმალური ხარ. Mutlu olmaya buradan başlayabiliriz. ჩვენი ბედნიერება აქედან იწყება. სახლი დღეიდან ოფიციალურად ჩვენია. ეს ელიფისა და უმერის სახლია. კონტრაქტში ასე წერია. Sana პირდები, bu evin ამ სახლში ტყუილი ფეხს ვერ მოიკიდებს. ვერ წაიდუმლო. Ben de sana söyleyeyim. მეც გპირდები. Ne yaşanırsa yaşa. მთელი ცხოვრება გულწრფელად მეყვარები. ელიფ დემირ. ელიფ დენიზერ დემირი ხომ არ აჯობებს. Tamam. კარგი. Sen benim yanımda. თავარია ჩემთან იყო, დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვს. გამომართვე. ჩვენი სახლის გასაღებია. teşekkür ederim. გმადლობ. რა მოხდა? Yani ეს სახლი sana შენთვის დიდი ტვირთია. აქ ერთად უნდა ვიცხოვროთ, კომისარო. ben de çalışıyorum. მეც ვმუშაობ. ჩემი შემოსავალი მაქვს. წვლილს მე შევიტან. ასე ნუ მიყურებ. ნუ რჩემე წინააღმდეგები, კარგი? Hem sen არ გამაბრაზო. მოდი აქ. ფრთხილად. düşüreceksin. ნოგეშინია. İyi ki რა კარგია რომ არსებობ. ელიფ დენიზერ დემირ. iki kalbim. ძალიან მიყვარხარ. Seni მინდა სულ მომღიმარს გხედავდე. ბედნიერს. შემოდი. Şaka maka. ხედავ ზრდილობა გისწავლია ჰუსეინ. დააკაკუნე და ისე შემოხვედი. Anladım. Çene. რა დღეში ხარ? მომისმინე. İpek çocuğu bırak. იფექიშვილის გამოშვებულებას ითხოვს. Ben de ამის თქმა მინდოდა. ricacı olmaya. შენ კი რამდენს ლაპარაკობ? Yolla. გაუშვი. ჩემთვისაც კარგია აქ რომ არ იქნება. Olmadı. შვიდად ვიქნები. Oluyorum. დამაცადე. Aylık mısın? ჯერ ყველაფერი არ მithქვამს. რატომ მაწყვეტინებ? მომისმინე. მალე შენ შვებულებაში გაგიშვებ ჰუსეინ. შენმა თავხედობამ დამღალა. მე არ მითხრა არ გაგიფრთხილები ვარო. ძალიან კარგი. თაიერიც დავიყვანოთ და სამივე ჰავაის კუნძულებზე წავიდეთ. ახლა კი გაჩვენდი და კარგად მომისმინე. იფექზე საქმე უნდა აღძრა. მტკიცებულება დაკარგა, მე დაიჭრა, მაგრამ პოლიციისთვის არ შეუტყობინებია. არდას და ფელოს ჩვენებებიც მოითხოვე. რამე მოიფიქრე და დღეს განყოფილებიდან არ გაუშვა. გასაგებია? bak şurada eski აქ ძველი საკვამურია, შეგვიძლია ამ ადგილას ბუხარი გავაკეთოთ, რა სიტყვი? ne dersin? რატომაც არა? ნაჯის ვაჩვენებ. კარგი იქნება რა? რა თქმა უნდა, კარგი აზრია. Bakın ben ქვედა სართული ისე გავანაწილე შენი გადმოგზავნილი ფოტოებით ვიხმძღვანელე ელიფ. მეც ვიმუშავე. bak. ნახე, Vallahi არაჩვეულებრივია. მშვენიერი ესკიზებია. sen შენ რას ფიქრობ? მითხარი. Vallahi. ძალიან მომწონს. არაჩვეულებრივია. Yıldız. შენ უფრო ძველებური ნივთები მოგწონს. მინდა სახლი ორივეს გემოვნებით მოვაწყოთ. კარგი, იმაზე ნაკლებს ითხოვთ ვიდრე მეგონა. რაც ბუნებრივია, შრომა შეგვიმსუბუქებს.
სახლს ერთ თვეში ჩაგაბარებთ. بیای ერთი თვე ბევრია. یعنی 20 ქორწილი მომდევნო თვის 12 რიცხვში გვაქვს. კარგი, ხელოსნებს დაველაპარაკები. რამეს მოვიფიქრებთ, არ ინერვიულოთ. ელიფ წარმოგიდგენია? ქორწილის თარიღი გვიახლოვდება. ჩვენ კი სამზადისი არც კი დაგვიწყია. მოვასწრებთ? მოვასწრებთ, ნუ ღელავ. შენებს თარიღი უთხარი? یا فرصت არა, შესაფერისი დრო ვერ გამოვწებნე. zaten ben böyle თანაც ვიფიქრე ერთად ვეტყვით მეთქი. söyleriz dedim. არ ჯობია? Daha iyi olmaz mı? შენც არ გითქვამს? Sizinkileri söylemediysen. არ მithქვამს. Bu gece დღეს ასლის დაფათების დღეა. Elvan დეიდა ელვანს დავურეკავ, დავპატიჟებ. შენც მოდი. ყველა იქ იქნება. ქორწილის თარიღსაც გამოვაცხადებთ. ელიფ, როცა ჩვენი ოჯახები ერთმანეთს ხვდებიან, გამუდმებით რაღაც ხდება. დარწმუნებული ხარ? yani ამიტომ ერთმანეთს აღარ უნდა შეხვდნენ? ასე არ შეიძლება. yok. ჩემი შვილი დიდ მოსიყვარულე ოჯახში უნდა გაიზარდოს. მაშინ შეგვიძლია ბავშვით დავიწყოთ. მით უმეტეს რომ სახლი უკვე გვაქვს. Sen son zamanlarda ბოლო დრო ძალიან გათაფხეთდი. ამჩნევ? მომჩნევ. რა ვქნა? თავს ვერ ვიკავებ. გმადლობთ ბიძია დურსუნ. დიდი მადლობა. მოვაგვარე მეგობრებო. დღედაღამ ვიმუშავებთ და გარემონტებულ სახლს თავისი ავეჯით ზუსტად 10 მარტს ჩაგაბარებთ. თუმცა ბაღის მოწესრიგებას ვერ შეგპირდებით. კარგი. Boyabadan işiniz var. სახლს თქვენ მიხედეთ, ბაღზე კი მე ვიზრუნებ. Bahçeli ben uğraşayım. თუ ასეა ბაღს შენ გაბარებ. შვენიერია. რადგან ასეა მე სახელოსნოში წავალ და ვიმუშავებ. kumaş ავეჯიც უნდა შევარჩიო. gerekiyor. ბევრი დრო არ გვაქვს. წავედი. Bundan sonra დანარჩენს ჩემი მომავალი მეუღლე მიხედავს. karnını görüşler. მე უნდა წავიდე. კარგი, საღამომდე. საღამომდე. წარმატებას გისურვებთ. ნახვამდის. ქალების ამბავი არიცი? ალბათ მაღაზიებს ათვალიერებს. რა მაღაზიებს, მამა? ასჯერ დავურეკე და ტელეფონს არ პასუხობს. ამდენ ხანს სად იყავე? Dışarıda. სეირნობდი. ტელეფონს რატომ არ პასუხობდი? ფათი, რა ხდება? ქმარი ხარ თუ დარაჯი? Burası თუ ციხეში ვცხოვრობ. Tamam. დამშვიდდით ბავშვებო. Böyle küçük şeyleri წვრილმანების გამო ნუიჩხუბებთ. მამა შენ ნუერევე. ვღელავდი. იმედია ვიმსახურებ რომ ყველაფერი ამიხსნა. dışarı სეირნობდი. ფიქრებში გავერთე. gittim. მოწყენილი ვიყავი. Gittim çünkü ქალაქში დავდიოდი. sonra მე ასლის საჩუქარი ვუყიდე და გავუგზავნე. დღეს ასლის დაბადების დღეა. ტელეფონი ჩანთაში მედო, რომ გამეგონა გიპასუხებდი. მაპატიე. ახლა დამშვიდდი? Çok endişe. ძალიან ვინერვიულე. Bazen ხანდახან მგონია რომ რაღაცას მატყუებ. უცებ მიმატოვებ და წახვალ. gitmişsin gibi hissediyorum. Neyse sağ კარგი, სისულელეს ვამბობ. მაპატიე. ბოდიშ გიხდი. Fatih ya ფათი, ასე რომ იყოს, ცოლად გამოყვებოდი? rahatlar. დამშვიდდი. კარგი, ბოდიში ხომ მოგიხადე. az mı süre? არ გამიბრაზდე. Hadi ტანსაცმელი გამოვიცვალოთ და წავიდეთ. შენთვის სიურპრიზი მაქვს. კარგი. ასე წავიდეთ, გამოცვლა რა საჭიროა? არა, ასე ვერ წავალთ, წამოდი. Acele et biraz იჩქარე შემოვა და ჩანთას მოითხოვს. isteyecek. ვერ ხედავ ცდილობ. ne oluyor? რა ხდება? მალე მორჩები? ტვირთავთ აიერბე. დღეიდან მის ყველა საუბარს მოისმენთ. ყველაფერს გაიგებთ. Neyse. კარგი, იჩქარე, თორემ მალე გამოვლენ. ფათიხმა არ უნდა დაგინახოს. დროზე მოაგვარე. Ali abinin de ალიმ რა თქვა? Kızım dur ya. ნოჩქარობ, ჯერ არ მომიგვარებია. დამაცადე. abi ne რა მოხდა?
sen bu adam იმათ ვინც გაშანტაჟებდნენ მტკიცებულება მიეცი büyük başta ეს ამბავი უფროსის ყურამდე მივიდა şimdi sana soruşturma. შენზე საქმეა აღძრული წადი ჩვენება უნდა მისცემ Tamam sorun değil. ნუ ღელავთ, ყველაფერს ავუხსნი. ჩვენება თქვენც უნდა მისცეთ იფექის მომავალი თქვენზეა დამოკიდებული Ne gerekiyor? რაც საჭიროა გავაკეთებთ იფექი უდანაშაულოა ეს ჩვენც ვიცით სხვა გზა არ დაუტოვეს ოჯახო შენი ხასიათის გამო ყოველთვის ზარალდები სამწუხაროდ Yazık. როგორ გგონია შევძლებ? მე და შენ Sen როცა რამე გულით გინდა ყველაფერს შეძლებ ლამაზო ჩემნაირი კატაცკი გაცადაქცია Kedi ესე იგი კატა ხარ? თუ ასეა გამუდმებით რატომ მეჩხუბები? Nilüfer, ნილუფერ biz ჩვენ olduk ერთი ვართ artık. ერთი მთლიანობა Bir insan bütün დედა ამბობს ხოლმე ადამიანი მთელი ცხოვრება თავის მეორე ნახევარს ეძებსო ben buldum. მამა კაციც ეძებს Göçüp giderken და ქალიც ეძებს son მე ვიპოვე senin gözlerin. უკვე მშვიდად ვარ Onlara სიკვდილის წინ თვალებში ჩაქხედავ და მშვიდად მოვკვდები კარგი. არ დაგვაგვიანდეს. ნილუფერჰანიმ, თქვენი ჯანთა. ტელეფონი? აქ ყოფილა. კარგი, გმადლობ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.